მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30-ია და ვიწყებთ ჩემს საავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის 50 წუთის მანძილზე. დღეს გვექნება ძალიან თემა კი გვექნება იგივე გადაცემათა ციკლი უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი. მაგრამ დღეს მოხდა ისე რომ 12 თებერვალს 2026 წლის 12 თებერვალს ოფიციალურად მოხდა კვოტების გამოცხადება უმაღლეს სასწავლებელში, რომელი უმაღლესი სასწავლებელი რამდენ ბავშვს მიიღებს და რა პროგრამები დარჩება მათ. მთლად რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ პროგრამები შეუმცირეს უმაღლეს სასწავლებლებს ვითომ ბრჭყალებში გადმოიტანეს, მაგრამ მე გაგაგებინებთ ახლა განსაკუთრებით მშობელთა საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას გავაგებინებ დაწვრილებით, რომ არანაირი გადმოტანა პროგრამების ეს არის ფორმალური რამ. მაშ თემა არის ისევ ეს იქნება მე-15 გადაცემა ამ გადაცემათა ციკლიდან, ხოლო ჩვენ კი დავიწყებთ ძალიან მძიმე საკითხზე მუშაობას. ის რაც დღეს მიქანაძემ გვაუწყა, ეს არის კატასტროფა. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. ხალხს მივმართავ, მოსახლეობას. ეს არის დიდი აბსურდი. და ნგრევა განათლების სისტემის, სრულად და საბოლოოდ ნგრევა, ისედაც დანგრეული სისტემის და სრული ლიკვიდაცია. ყველა უნივერსიტეტის ერთად არ იფიქროს ვინმე რომელიმე უნივერსიტეტი არ დაზარალდა. ამ რეფორმებით ზარალდება ყველა, მეტნაკლებად. ვითომ ეფერება პრემიერი დედა უნივერსიტეტი, მაგრამ დედა უნივერსიტეტსაც თქვენი ყოვლად გაუგონარი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და რაღაც სამედიცინო ფაკულტეტები გაუუქმეთ. 4. რატომ? დედა უნივერსიტეტი რომ იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მაგ დედა უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი არ იყო? იყო. და არავითარი კიდევ გამოვყოფ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გამოვიდეს გარეთ. უნდა გამოვიდეს ყველა უნივერსიტეტი გარეთ და უნდა გამოვიდეს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტობა და საქართველოს მოსახლეობა. პირველ რიგში ვისი შვილებიც წელს აბარებენ, მომავალში ჩააბარებენ თუ იმის შემდეგ. თანდათანობით უფრო და უფრო უარესი იქნება. დღეს 2026 წლის 12 თებერვალს სრულად და საბოლოოდ გაფორმდა ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა. არაერთი ხელისუფლება იბრძოდა და ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაასრულა ბრძოლა, მოუგო ქართველ ერს ბრძოლა, ამას ქვია ქართველი ერის მომსახურე ერად გარდაქმნა. გიავოლსკიმ ხო თქვა? ბატონმა გიავოლსკიმ. ой, როგორ პატვის გცემდით ბატონო გია. ბოთლები უნდა ბერონ, ხომ ბავშვებმა, ამისთვის გაწირეთ. უნიჭიერესი ქართველი ერი. შრომის ბაზრის კვლევა დაუდეს საფუძვლად. ნუ რა თქმა უნდა, ეს ახალი არ ყოფილა, შრომის ბაზარზე აქცენტირებდნენ. რა გააკეთეთ თქვენ? 13 წელიწადია ხელისუფლებაში ხართ. რა გააკეთეთ?
რამდენი ფაბრიკა ქარხანა ააშენეთ, რა საწარმოები გახსენით, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა იყოს. თქვენ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ ერის წინაშე და ეს ხალხიც ისე მოგყვებათ ცხრებივით, რომ ანგარიში არ გთხოვთ. მართლა 300 ლარიანი კოორდინატორების მართლობა და ეპოქა უნდა დავასრულოთ ხალხო ამ საქართველოში. თორე რა მოგვიტანა, ჩვენი ბრალია ყველაფერი, რაც გვჭირს. ერთხელ მახსენდება ახალგაზრდა მეცნიერმა გაზეთ რეზონანსში წლების წინ დაწერა თუ ჩვენი ხალხიო არ გადაეჩვია იმასო, რომ თავისი საარჩევნო საკუთარი ხმა გაყიდოსო არჩევნების დროსო, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთო. და სხვათა შორის ის ახალგაზრდა მეცნიერი იყო ეკონომისტი და ფინანსისტი. ახალგაზრდა ექსპერტი იყო. გავიდა წლები და აი ზუსტად ისე იცლება საქართველო, გარბი ხართ და ადგილებზე არ ითხოვთ არაფერს. არაფერს. ხმას არ იღებს არავინ. ერთობა არა. არანაირი ერთობა. ესე იგი ეს დაპირისპირება, ეს დაყოფა, ქოცები, ნაცები, რა დროს ქოცები და ნაცებია. თქვენ უყურებთ იმ Facebook-ში, ისინი არიან ხელფას გადახდილი. ვაი ექსპერტები, ხელფას გადახდილი, ბოტები და ტროლები, რომლებსაც აქვთ დავალება რა დაწერონ, სახელმწიფო აპარატის, თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, რომლებიც ვალდებულები არიან, დაწერონ წარმატებები, ყველაფერზე ან ორი სიტყვა ან რაღაც. აი ეს, ნუ უყურებთ ხალხო, იმას, ნუ უყურებთ. არის ერთი ამ სოციალურ ქსელებზე ჩხაკუნს თავი დაანებეთ და გამოდით გარეთ და დაიცავით თქვენი შვილების და თქვენი უფლებები. ახლა მე მინდა ვისაუბრო ფაკულტეტების გადატანაზე, გადასვლაზე ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში. ეს არის ძალიან დიდი უზარმაზარი ტყუილის სიცრუე. არავითარი ფაკულტეტების გადატანა არ ხდება ხალხო. არავითარი. რა უნდა გადაიტანონ? ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ეს იმას ნიშნავს, რომ აი აიღეს დედა უნივერსიტეტში არის ეს ფაკულტეტი, შენთან არ უნდა იყოს. იმ დედა უნივერსიტეტს ხო აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის პროგრამები. შენი პროგრამები რაში ჭირდება? მე უხსნი ახლა ხალხს და სხვათა შორის ბევრ სპეციალისტსაც. ისე მეკითხებიან, რომ არანაირი პროგრამებიც კი არ უნდათ თქვენი. თანამშრომლები ხომ საერთოდ არ უნდათ. და ის ბავშვები, რომლებიც იმ პროგრამაში სწავლობენ, ის ბავშვები გადაიყვანეს მილევად რეჟიმში. და ეგ ბოლომდე არ არის გაცხადებული, იმ ბავშვებს სად წაიყვანენ? თავიანთ უნივერსიტეტში წაიყვანენ, მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტიდან რომ მოხსნეს გუშინ 3 ფაკულტეტი და დღეს 1 ფაკულტეტი, აგრარული ფაკულტეტი, ყველაზე დიდი ფაკულტეტები, სად წაიყვანენ? თავიანთ შენობებში გადაიყვანენ? თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა მოხმარდება ამ ბავშვებს? თუ ისევ თავიანთ ძველ უნივერსიტეტებში დარჩებიან, ამაზე მე არ მომისმენია არც მინისტრის და არც პრემიერ-მინისტრის განცხადება. და ცრუობენ, როცა ამბობენ პრემიერიც და განათლების მინისტრი, რომ არც ერთ თანამშრომელს ჩვენ არ გაუშვებთ. როგორ არ გაუშვებენ ხალხო? პროგრამებს ხურავენ,
პროგრამებს ამცირებენ, კვოტებს ისე ვერ შეამცირებენ, ხო? სტუდენტთა ადგილებს როგორ შეამცირებენ თუ პროგრამებს არ შეამცირებენ? იმ პროგრამებშია ადგილებიც, განათლების შინაარსიც, პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც. ყველა პროგრამაშია. როდესაც პროგრამებს ამცირებენ, არ იქნება ჩამონათვალ სიაში, იქ აღარც სტუდენტის კვოტა იქნება და აღარც პროფესორ-მასწავლებლის ადგილი არ იქნება. ეს არის კიდევ ვიმეორებ სიცრუე, როდესაც ამბობს პრემიერი და ის, იმიტომ რომ უნდათ რომ იყვეთ გაჩერებული, გაიაროს ამ კრიტიკულმა პერიოდმა და დარჩებით უმუშევრები. აი ეს არის მთელი შინაარსი. რა მორალური უფლება აქვს მიქანაძეს? ჯერ საერთოდ მიქანაძე საერთოდ განათლების მინისტრად დანიშნვა არ შეიძლებოდა. ერთი რომ არაპროფესიონალია და მეორე სააკაშვილს ვუწუნებდით იმას რომ ციხეებიდან თავდაცვის მინისტრი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ამას ვუწუნებდით რომ გადმოყავდათ მინისტრებად. ხატია დეკანოიძე იყო მანდატური და ამას ვუწუნებდით. და თქვენ რას აკეთებთ? თქვენ რას აკეთებთ? განსაკუთრებით კობახიძემ დაიწყო გაუთავებლად ამ იურისტების დანიშვნა. მინისტრი, რომელიც გაგებაში არ არის სისტემის, ან საიდან უნდა იყოს, როდესაც განათლებით არ ხარ პედაგოგი, შენ რაღაცა 1-2 გაკვეთილი ჩაგიტარებია სამართალში, ეგ არ ნიშნავს, რომ განათლების მინისტრი იყო. და ეხლა მე მინდა ხალხს შევახსენო, მთლიანად ამიყირავდა დღეს სულ სხვაგვარად ქონდა გადაცემა დაწყობილი და დღის მეორე ნახევარში ეს გამოაცხადეს, აუცილებლად შემდეგში მე თქვენ გაჩვენებთ მინისტრ გივი მიქანაძის გამოსვლას 104 წლისთავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო მობრძანებული, გამოდის სიტყვით და გვილოცავს, უსურვებს მთელ კოლექტივს წარმატებებს და რა უნდა უწოდო ასეთ ადამიანს? რამდენიმე დღე გადის, ერთი კვირაც კი არა, მე მგონი, არა, კი, ერთი კვირა გადის, 16 იანვარს მოვიდა და მე მგონი 29 იანვარს გააკეთა ეს განცხადება. 12-13 დღის შემდეგ. არაფერი იქ ამდაგვარი არ უთქვამს. ახლა რა ხდება? აქ არის ორი ვარიანტი და მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რა თქმა უნდა არ უნდა გაექროთ, როგორც იყო გამქრალი 12 დღის მანძილზე. ანუ ერთი ბრიფინგით გამოვიდა, გამოაცხადა კობახიძე და მიქანაძე, თქვენ თვითნებობთ. თქვენ კანონი, კონსტიტუცია ფეხქვეშ გაიგეთ. ამ ხელა ღირებულების ეროვნულ ინტერესებს რო თავი დავანებოთ, ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას, თქვენ არ გქონდათ მიღებული არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი, გამოვიდა თქვენი მინისტრი, გადავწყვიტეთო, ვისთან გადაწყვიტა? თქვენთან ერთად და გამოაცხადა უნივერსიტეტის მაგას გაერთიანება არ ქონდა, გაქრობა. და ეს ჩვენი ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი დოკლაპიებო, პოლიტიკოსებს მიმართავ. ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და თქვენ ამას ვერ იყენებთ და არ იყენებთ. რა არის ყველანი მოსყიდულები ხართ თუ რაშია საქმე? პროკურატურა რო თავის ადგილზე იდგეს, უნდა დაევლოთ ხელი ამ მინისტრისთვის მაგ განცხადების გამო.
მან უშიშროება რომ თავის ადგილზე იდგეს? ვინ ახარ მიქანაძე შენ ვინ? რომ საუკუნოვან უნივერსიტეტებს ორივეს აზიანებდი? ან კობახიძე შენ ვინ ახარ? დღეს ხარ პრემიერ-მინისტრი ხვალ არ იქნები? ან ხელისუფლებავ ქართულ ოცნებად ვინ ახარ თქვენ? დროებით ხართ არჩეული 4 წლით და იმასაც არ ცნობს ნახევარზე მეტი მსოფლიო. მე რაღაც არ მომისმენია სტრატეგიული პარტნიორის განცხადებები. თქვენი მხარდასაჭერი და ევროპა რასაც აკეთებს ხედავთ ყოველდღიურად. ვინ გიჭერთ მხარს თქვენ მე არ ვიცი. რუსეთიო გაიძახის ეს ნახევარზე მეტი პოლიტიკური სპექტრი. მაშინ ქართველთა ნაწილმა მიუმართოთ ამ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნუ უჭერს მხარს ამ ხელისუფლებას. არ გვინდა ჩვენ ეგ ხელისუფლება. ფსბ-ს ანალიტიკური სამსახურებიც უსმენენ ამ გადაცემებს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. დაცლის საქართველოს. ჩემო ძვირფასო საქართველოს მოსახლეობა. ახალგაზრდების გადინება ამის შემდეგ დაიწყება. რას ემსახურება ერთი ფაკულტეტი? ერთი ქართველის დარჩენას. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი კი არა. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქართველი. ესენი ამტკიცებენ, როგორც ყველაფერს სრუობენ. ხარისხის აწევას. ეს არ ემსახურება ხარისხის აწევას. მაშინ როცა არ იქნება კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის. შრომით ბაზარს სჭირდება ექთნები და მედდებიო. და ოფისის მენეჯერები. ეს წინაკვლევა რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ. ანუ ამით რაზე მიგანიშნეს, იცით? ძვირფასო ქართველებო. ჩვენ ხო საოცარი ტოლვა გაქვს სამედიცინოსკენ. ანუ თქვენი შვილებიო სამედიცინოზე უნივერსიტეტში ნუ კი ჩააბარებენო. ექთნები გვაკლია და საექთნოზე ისწავლოსო. რა ფუნდამენტური განათლება, რის ფუნდამენტური განათლება, იმდენად გათავხედდნენ, რომ ერთი საინჟინრო კერა გვაქვს და ინჟინერია ნებისმიერი მიმართულების არის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის. ქვეყნის უსაფრთხოებამდე მიდის. აფრიკას დავემსგავსებით. ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები და სახელმწიფოები რო არის აფრიკის კონტინენტზე. დაავადებები და ისინი იფეთქებს. და თავიანთ ფულ გადახდილ, ტვინ გაყინულ, ურცხ, უსინდისო მომხრევს Facebook-ზე აბეჭდინებდნენ, რომ არ მუშაობს საწარმოები კომუნისტების მერე დაიხურა რაში გვჭირდება ინჟინრები. თქვენ უსინდისო ხალხო, ვიკითხე დავინტერესდი ცხოვრებაში სულ მესმოდა ბოტები, ტროლები, ესე 300 ლარის გამოყიდით სამშობლოს, დადუმდით. ვინც იცით ხალხნო, ხომ იცით? აი ჩემ ნაცნობზე ერთზე შორეული ნაცნობია. მითხრეს რომ აი ის ქალბატონიო მაგათთან მუშაობს ტროლად და ბოტად. ხალხმა ხო ყველაფერი ვიცით, ხო ჩვენს გარშემოა. არ მიესალმოთ. არ მიესალმოთ. უთხარით ჯერ მეგობრულად რომ თავი დაანებონ, იღუპება საქართველო.
ან რადგინდათ ის 300 ლარი გიშველი თქვენი შვილი და მომავალი განათლების გარეშე რო დარჩება? თქვენი შვილი და მომავალი მაგათი მონა უნდა იყოს? ვოლსკი, შენ შვილიშვილს გააბერინე ბოთლები. აკადემიური დიქტატურა. წითელი კომისრები განათლების სისტემაში. დღევანდელი ხელმძღვანელობა სამინისტროს. და ახლა რას დაიწყებთ? ორჯერ მიიღეთ კანონთა თაიგული. აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული. საერთოდ ევროპულ სივრცეს რომ ეწინააღმდეგება. ეხლა მე თავის დროზე განმიხილე დეტალურად მუხლობრივად და მე ვეტყვი ძალიან მოკლედ ხალხს რომ რაც სააკაშვილმა გამოსცა როცა პრეზიდენტი იყო ერთი ფარატინა ფურცელი თავისი პრეზიდენტის ბრძანებულება დეკრეტი და გააჩერა უნივერსიტეტები დემოკრატიულად არჩეული რექტორები აკადემიური საბჭოები სტუდენტებს გააჩერა ზუსტად ისინია ჩადებული და ქონება წაიღო ეკონომიკის სამინისტრომ. ზუსტად ისინია ჩადებული. და ეხლა რას დაიწყებთ? შემდეგი ნაბიჯი რა არის? მიქანაძეს ვეკითხები და პრემიერს. დაწერთ როდის წაიღებთ ქონებას ერთი სული გაქვთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე დაიხიეთ უკან. შეუვალია პროფესორ მასწავლებლები ამბობდნენ მინისტრის მოადგილე ვინ არის ეს მინისტრის მოადგილე რომელიც ზვიად გაბისონია რატომ მოატრიალეთ ჯერ ამაზე აგეთ პასუხი თქვენ ხომ არ გონიათ რომ ეგ ყველაფერი შეგრჩებათ თქვენ ეგ არ შეგრჩებათ არაფერი ყველაფერზე მოგიწევთ თქვენ პასუხისგება ყველაფერზე რატომ მოატრიალეთ გაბისონია რისთვის გაუშვეს მიქანაძე ამოიღე აუდიტის დასკვნა და კარგად წაიკითხე რა არის შენი გაბისონია ძმაკაცი ნათელმირონი ვინ არის შენი ყველა ცნობილია ჯგუფელები ნათელმირონი ძმა მეჯვარე ძმაკაცები დაკალები ნათესავები ვისაც ნიშნავთ ყველაფერი გამოქვეყდება ათასობით პროფესორ მასწავლებელი უმუშევარი რჩება კიდევ ვიმეორებ ათასობით პროფესორ მასწავლებელი უმუშევარი რჩება სტუდენტების ბედი გაურკვეველია. ამ სტუდენტებს კი ეუბნებოდნენ რომ თქვენ არ შეგეხებათო. როგორ არ შეეხებათ? როგორ არ შეეხებათ? რეგიონული უნივერსიტეტები ისედაც დაცლილი იყო და კიდევ უფრო დაცლით. დიდი შეღავათია, მართლა, მავიწყდებოდა ტურიზმი უბოძეს. ვინ ახართ თქვენ პრინციპებს რო ღალატობთ? აკი პედაგოგიური პროგრამებიო და აგრარული მიმართულებებიო. ჯერ ერთი აგრარულ მიმართულებებს რატო არიგებთ ასე? თქვენ არაპროფესიონალებო. ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი კი არა. რაც სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, ის უნდა იყოს კონცენტრირებული ერთ ადგილზე, მედიცინა და მაგალითად რატომ? იმიტომ რომ დედაქალაქს აქვს სტრატეგიული ქალაქის სტატუსი. და აქ არის ფართო პროფილით წარმოდგენილი ყველანაირი
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, საბატყოფოები, ყველა პროფილის თუ ლაბორატორიები. მაგრამ ეგა იმას არ ნიშნავს სულაც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არ დაგეტოვებინათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დედა უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის თბილისში მდებარეობს და მას თავისუფლად შეეძლო, რომ ქონოდა ის 4 ფაკულტეტი. რატომ ანგრევთ აშენებულს თუ თქვენ არ ხართ მამლებლები? რატომ ანგრევთ, რატომ? გამაგებინეთ, ვინ ახართ თქვენ, საიდან მოხვედით? რეგიონული უნივერსიტეტები ვერ იტვირთება ამას ხელების გადაგრეხვით და მართლა 2 ბურჯი უნივერსიტეტის დაცემა კი არ უნდა, თესეუს და სეტეუს. მაგას უნდა ფილიალებად შეერთება. თესეუზე და სეტეუზე, იმ უნივერსიტეტებს. თქვენ ვერ განახორციელეთ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი. ვერ განახორციელეთ. იმიტომ რომ იმ საერთაშორისო პროგრამებს ვერ შეეხეთ, დატოვეთ ილიანში, დატოვეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თქვენ რო ეგ გაგეხორციელებინათ, ძირითადად იქ ამერიკელებმა გახსნეს ინჟინერიის პროგრამები. ერთგანაც და მეორეგანაც და კომპიუტერული ტექნოლოგიები. მაშინ ეს პროგრამები ყველაფერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა გადმოსულიყო. რატო ვერ გადმოიტანეთ? თქვენ ეგ პრინციპი ვერ განახორციელეთ. ამიტომ თავი დაანებეთ ამ უღირს საქციელს. სახეს ნუ დაკარგავთ ბოლომდე. და მიქანაძე, თქვენ იმ დღის მერი არ გაქვს უფლება საერთოდ სისტემაში გამოჩნდე 16 იანვარს იქ რო იყავით, კოლექტივს მიესალმეთ და არასრული 2 კვირის შემდეგ გამოუცხადეთ გაქრობა. მე რო ყოფილიყავი გენერალური პროკურორი და ეს ქვეყანა რომ იყოს, ყველა თავის ადგილზე რომ იყოს, აი იმ ბრიფინგის დროს დაგიჭერდი, დაგაკავებდი. იმიტომ რომ უსაბუთოდ გააკეთე შენ ეს, არც კანონში ქონდა მაშინ მიღებული და არაფერი. და რომც ქონოდათ, თქვენ ვინ მოგცავთ ერთპიროვნულად მასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება? ახლა დღეს გვამცნებს, რომ სოხუმის უნივერსიტეტს მიუერთეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი. ეს ვინ გახსნა? ბატონმა ბიძინამ. პრემიერობის დროს. ვინ იმუშავა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა. ნულიდან შექმნეს. ეს განხორციელდა თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს, ფრანგიშვილი იყო რექტორი, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა მოძებნა შენობაც ბიუჯეტში თამარ სანიკიძემ მომიყვა და შემდეგ გურგენიძემ გააგრძელა და გურგენიძის დროს, რექტორობის დროს გაიხსნა ორენოვანი პროგრამები. სამაგისტროს, სადოქტორო და ყველაფერი. და კიდევ წელს განახლდა მემორანდუმები, ხელშეკრულებები უნგრეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ასე შემდეგ. საათივით აწყობილი ფაკულტეტი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. რომ იტყვიან სისხლი ჩააქციეს ხალხმა და თქვენ რას აკეთებთ? რატო აძლევთ სოხუმს? სოხუმი რომ წავიდეს, დაბრუნდეს, თავის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. დედაქალაქში არ უნდა იყოს აგრარული ფაკულტეტი? უნივერსიტეტი წაიღო. ცხონებულმა ბენდუგიძემ სააკაშვილის დროს დაიხურა და ზოოვეტერინარული. რა უფლებით აძლევთ? რატომ? ნაცნობობით აძლევთ? ბატონო ბიძინა, ან უპატრონეთ საქართველოს, ან გამოცვალეთ ეს ხალხი, ან საერთოდ დაგვანებეთ თავი.
თქვენი გაკეთებული იმას ვამბობდი სანიკიძემ მინისტრი იყო მაშინ რომ მივიტანეთო პრემიერ-მინისტრი თქვენ იყავით ბატონო ბიძინა და სამუშაო შეხვედრა იყო და 3 მილიონი ლარი ჩავწერეთო აგრარული ფაკულტეტის შექმნაზეო როცა გადაწყდა როცა თქვენ ვერ წაართვით ცდილობდით გულწრფელად რომ ბენდუგიძისთვის წაგერთვათ ის უნივერსიტეტი და დაგებრუნებინათ ხალხისთვის და ისა და ლამის თელმა ევროპამ და მსოფლიომ თითით დაუქნია საქართველოს ხელისუფლებას რომ თავი დაანებეთო აბა რა ესეთი უბედურებები რო კეთდება ესენი აკეთებენ ამას არა ბატონებო ეს არის მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნა კიდევ ვიმეორებ არ დავიღლები არც ერთმა პრეზიდენტმა არც შევარდნაძემ არ გააკეთა ეს და არ გააკეთა თქვენ წარმოიდგინეთ მიშა სააკაშვილმა და აკეთებს ქართული ოცნება და აკეთებს კობახიძე მიქანაძესთან ერთად მიქანაძე შენ მაინც რატომ იღებ მონაწილეობას შენ ხო მაინც ძალიან ახლოს გიცნობთ არა კობახიძესაც ვიცნობ მაგრამ რა არის ეს ასეთი სისასტიკე რატომ აძლევთ თქვენ ამ ბიჭებს ამის უფლებას ბატონო ბიძინა თქვენ გონიათ ეს თქვენ რეიტინგზე არ დაარტყავს მე როგორც განათლების სისტემის მცოდნე და პედაგოგიკის ისტორიის მაქსიმალურად კარგად მცოდნე დიდი ბოდიში ჩემი თავის რეკლამას არ ვეწევი მაგრამ ეს დაფიქსირებულია ჩემი შეფასებებით ჩემი შეფასება როცა ჩაბარებული მაქვს საქართველოს პედაგოგიკა და პედაგოგიკის ისტორია და საერთოდ მსოფლიო პედაგოგიკის ისტორია. ბატონო ბიძინა ეს იცოდეთ რომ როდესაც განათლების სისტემაში თავს ახვევენ ისეთ რეფორმებს რაც მიუღებელია ხალხისთვის და არ წაადგება მის მომავალთაობას და ქვეყანას ასეთ ხელისუფლებებს პოლიტიკურ სანაგვეზე ისვრის ნებისმიერი ამომრჩეველი. გაითვალისწინეთ ეს. სასწრაფოდ გადააყენეთ. მიქანაძე, გაბისონია და კიდევ ვინ არის იქ პირველი მოადგილე ისიც იურისტი. შემდეგ გააუქმონ ეს ბრძანება თუ რაც არის. დაიბარეთ ეს კობახიძე და თავი დაგვანებოს, თავი დაანებოს პრემიერ-მინისტრის უშუალო საქმე არის. არ არის განათლების კონცეფციების წერა. არსებობენ ამ ქვეყანაში ექსპერტები, მეცნიერები ამ დარგის და როგორღაც გაართმევენ თავს. გააფრთხილეთ სასტიკად, უკანასკნელად. ან ჩამოეხსნას ამ განათლების სისტემას, ან დაატოვებინეთ თანამდებობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფაქტობრივად გამოშიგნეთ. 2 დღეში 4 ფაკულტეტი წაართვით. რას ბოდავთ თქვენ? ეგრეთ წოდებულო რეფორმატორებო. რეებს ბოდიალობთ. თქვენ არაპროფესიონალებო. აჯერებთ ხალხს, რომ აი ტექნიკური უნივერსიტეტი გამოიყვანეს დამნაშავედ. თითქოს რაღაცა მიტაცებული ქონდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. თითქოს რაღაცა უნებართოდ ქონდა გაკეთებული ტექნიკურ უნივერსიტეტს. რომ მაგალითად აგრარული ფაკულტეტი და თავიანთ მომხრეებს აწერინებენ ასეთ ტექსტებს. ამ ფულ გადახდილ ურცხვაი ხალხს. გაიგეთ ხალხნო, მეღვინეობაც ყოფილა ტექნიკურ უნივერსიტეტში. გაიგეთ, მედიცინაც ყოფილა ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1-2 კი მიუწერე, ბიძინა ივანიშვილმა გახსნა ეგ აგრარული მიმართულებები მეთქი. რა უნდა ტექნიკურ უნივერსიტეტში? აბა საწაიღებდა. აგრარული უნივერსიტეტი ვერ დაიბრუნა, ბატონო ბიძინავდა, საწაიღებდა, ქუჩაში ხო არ გახსნიდა. თუ სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა, თუ თეატრალურ ინსტიტუტში, თუ კონსერვატორიაში, თუ თესეუში, კლასიკურ უნივერსიტეტში მართლა რა უნდა? და იმაში რა ქვია, მაგ აგრარულ მეცნიერებებში და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე რო ინჟინერიის პროგრამებია, უმეტესად მიქანაძე კობახიძე. თქვენ იურისტებო. ინჟინერიის პროგრამებია იქ, როგორ გადაგაქვთ სოხუმის უნივერსიტეტში? ან სოხუმის უნივერსიტეტის სტატუსი, დევნილი უნივერსიტეტი, რატომ ეხებით, რატომ? ეს ხო სუფთა პოლიტიკური საკითხია. რატომ აკნინებთ მის მისიას? კიდევ სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ქართული ფილოლოგია, აფხაზურიო, დავტოვეთო პედაგოგიკის სპეციალობისო, რა პროგრამებიც აქვთო, ძალიან ცოტა აქვთ და აგრარული მივეცით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან. თქვენი ის არ არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი? ქართული ფილოლოგია და აფხაზური არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაგ ლოგიკით ესეც უნდა დაგეხურათ. პედაგოგიკის სპეციალობები, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არის ილიანში. მაგ ლოგიკით ყველაფერი უნდა დაგეხურათ სოხუმის უნივერსიტეტში და რჩებოდა ერთი აგრარული და როგორც ნაცნობს ისა რა ქვია მიეცით იქ? გადაეცით. თითქოს საჩუქარი იყოს. ეხლა რას აკეთებთ? რას აკეთებთ? გამობრძანდით? პირდაპირ თუ არა პირდაპირ? გითხარით, ანუ რა გინდათ? ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები გინდათ. როდის დაიცლება საინჟინრო ფაკულტეტები გვინდა? იცით რა? მთელ მსოფლიოში ტექნიკური უნივერსიტეტებში გახსნილია უნივერსიტეტი თავისი განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ იქ არის ყველანაირი ფაკულტეტი გახსნილი. თქვენ ვის იმაშობით, რა ვქვია, არ მინდა ეხლა არა აკადემიური სიტყვების ხმარება აქვს. ეუბნებით ხალხს, აი ეს ყოფილა გახსნილი, ის ყოფილა გახსნილი, აი რა თუნდაც სამართალი, რა თუნდაც ესა, რა თუნდაც ისა, ძალიან კარგად უნდათ. სამართალი საზღვარგარეთ. ისწავლება სპორტს, თავისი სპეციალისტები ყავს სამართალი, ინჟინერიას თავისი სამართალი აქვს, ამას დარგების მიხედვით სამართალი და ესა. და ჯერ ერთი რა ხელს გიშლით თქვენ? შემოიღეთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა. მე პირადად გავალ ქუჩაში. თქვენ იმდენი გააკეთეთ, რომ მე არ მაინტერესებს ვინ არის ნაცი, ვინ არის ნაცების ანაცვლეტი, მე არავინ არ მაინტერესებს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მიყვარს ყველა. იმათმა ბევრი დააშავეს განათლების და მეცნიერების რეფორმაში, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ მე დავდგები იმათთან და ერთად ვიბრძოლებთ. და ჩემსავით ბევრი მოგშორდებათ თქვენ. როგორ გაწირეთ ჩვენი ქვეყნის ბურჯი, მე თვითონ თესეუელი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მისი მტვერიც კი მიყვარს იქ ყველაფერი. მაგრამ შეიძლება გაოცდეთ ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი. 20-30 წელი რომ არ გამოუშვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის თავისი ფაკულტეტების მიხედვით სპეციალისტები იმდენი სპეციალისტი ყავს, რომ ბაზარზე ნაკლებობა არ იქნება. მაგრამ
ტექნიკური უნივერსიტეტმა ისედაც დეფიციტია ინჟინრების ყველა დარგში, რომ არ გამოუშვას თავისი სპეციალისტები, ინჟინრები, სახელმწიფოში შეიქმნება ქაოსი და უბედურება. უბედურების ზონაში მოვხვდებით. აი ამიტომ არ უნდა იყოს ჰუმანიტარული განათლებით ადამიანი ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე. ბატონო ბიძინა გაითვალისწინეთ ეს, თუ გინდ მაგნიშნით შეცვალეთ სასწრაფოდ. თუ შეიძლება გაუშვით ის ვიდეო. ჩვენ ჯგუფს მიმართავთ, გაუშვით ვიდეო. რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართული ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდათ რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც ხმა უნივერსიტეტებს მათ აქვთ ადამიანებს სუბიექტური ინტერესები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისის ცენტრში ძირითადად კონკრეტული შენობების რეალიზაციის ხარჯზე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. არის უამრავი კორპუსი, რომელსაც არ აქვს არანაირი ღირებულება. შეიძლება საინტერესო იყოს ასეთი შენობები ეკონომიკური აქტივობისთვის. გვინდათ რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. აი, რაზე თქვა? ძირითადად ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ილიაონის ჭავჭავაძეზე აქვს ილიაოს 10 თუ 11 კორპუსი, საქართველოს თბილისის უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი და მეორე კორპუსი არ შევეხები თუ კიდე გაიმეორა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი როცა იყო შეხვედრაზე პროფესორ მასწავლებელთან, მერე გაუკეთებია განცხადება და ამბობს, რომ თუ რაიმე ღირებულიო. ყველა ღირებულია ყობახიძე ვის შენობები. ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი და საერთოდ ყველა ღირებულია. რა გინდათ თქვენ კორპუსები გინდათ? ვერ მიიღებთ მაგ კორპუსებს. ვერ მიიღებთ მაგ კორპუსებს. ხო ყიდით მიწებს. აი როცა თქვენ არ იქნებით ხელისუფლებაში, მოხდება მერე ნაციონალიზაცია, იმ მიწებსაც ჩამოვართვებთ იმ უცხოელებს, გავყრით იმ კორპუსებს, ვისაც მიყიდით, შავ დღეში ჩავარდებიან. ხო თქვენი კლანი იქნება. იმას არ უნდა შეეხოთ, რაზეც არ შეიძლება შეხება. ვერ გაერთიანეთ, დაიხიეთ უკან და სამაგიეროდ ეხლა შიგნავდაში და იძახით, რომ ტექნიკური საინჟინრო ფაკულტეტები და ესა და ისა. ვინ ჩააბარებს საინჟინრო ფაკულტეტებზე? ბავშვებს თქვენ არასწავლით სკოლაში ფიზიკას, არასწავლით ქიმიას, არასწავლით ბიოლოგიას, არასწავლით ნორმალურად მათემატიკას. არ არის საკმარისი საათები, 2 საათებით ეს რთული საგნები არ ისწავლება. მე-12 კლასი მოხსენით, სადაც ეს საგნები ისწავლებოდა ყველა, მე-11 კლასი პრაქტიკულად გააუქმდა, იქ 3 საგანი უნდა ისწავლებოდეს და 100 ქარხნიდან რომელი აამუშავეთ. ან პროფორიენტაცია, ან რამე მიდის, მიშვებული ყავთ ეს ბავშვები, დაიწყეთ უნივერსიტეტებიდან შენობებზე ნადირობა, შენობებზე ნადირობა. აი ამის იმას აკეთებთ, ამცირებთ, თან 2 კურდღელს იჭერთ. ერთი რომ ბავშვებს არ მიცემთ საშუალებას, პატივცემულო მშობლებო, შეამცირებენ, წელსაც ამცირებენ, მომავალშიც ამცირებენ, იმის შემდეგაც შეამცირებენ 100,000 და 120,000 რომ იქნება მერვე და მე-9 და მე-10 კლასელი რომ დაამთავრებს სკოლას. მაგაზე კითხე ჟურნალისტებმა და იმ ბედოვლათმა ზვიად გაბისონიამ და მიქანაძემაც უპასუხეს, რომ არა, კვოტები იქნება იგივე, ადგილებს არ დაუმატებენ. ამიტომ ხალხნო, არავინ არ დაამთავრებს 11 კლასს. და არავინ არ დაემორჩილება ამათ ეს რეფორმა უნდა შევაცვლევინოთ და უნდა მივაბრძანოთ პირველ ეტაპზე ეს სამინისტროს შემადგენლობა. თან უნდა დაისაჯონ. საერთოდ უნდა აეკრძალოთ სამჯარო სამსახურებში მუშაობის უფლება. ასეთი გაუწონასწორებელი და ასეთი მავნებლური გადაწყვეტილებებისთვის. აი
ასეთი რომ ხალხს იმაშვებიან და ვიღაცები ამათი ფულ გადახდილი წერა-კითხვის უცოდინარი სულელი უსიცხვილო უსინდისო ვიღაცა ბოტები და ტროლები აქეთ მასწავლიან მე რომ არა როგორ შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოფილიყო გახსნილი მევენახეობა მეღვინეობა აი ესეთი სიტუაცია ბატონო ბიძინა თქვენ ასე ვთქვათ მრევლში და თქვენ პარტიაში და მის მხარდამჭერებში დაამყარეთ წესრიგი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ერთი აჩვენეთ რა ის სურათები ძალიან გთხოვ ჯგუფს გთხოვ ტექნიკურს ესე იგი გაბისონია იღიმება ის ქოქრაშვილი რა გჭირთ ასეთი იმ სამუშაო ჯგუფში შედიხართ და რა დაგიშავათ თქვენმა დედა უნივერსიტეტმა რო ანგარის უსწორებ გაბისონიავ და ქოქრაშვილო როგორ იღებთ მაგ ჯგუფში მონაწილეობას როგორ უკეთებთ ლიკვიდაციას იმ ფაკულტეტებს სადაც თქვენ მუშაობდით და თანამდებობებზე მაქედან გაიკეთეთ კარიერა თავი ვერ არიდეთ მაგ კომისიას ან რატომ არ გააკეთეთ ისე რომ ასე არ ყოფილიყო მე რას ჩურჩულებთ თქვენ მაგ სამინისტროს დერეფნებში ისიც კი ვიცი სამინისტროს თანამშრომლებო კორპორატიული რომ უნდა გადაეხადათ ერთ-ერთი ფაკულტეტის იმას და რო გამოაცხადა გამოვარდა ეს მიქანაძე და გამოაცხადა სეტეუსი აი წავიდნენ და ეხლა იქეიფონ ისა ყველაფერს ინფორმაციებს ვაგროვებ თქვენ მოგეკითხებათ მაგისთვის ჯერ ზემოთ ღმერთისგან და მერე ჩვენგან ხალხისგან არ ვიცი ასე როგორ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის ჩემი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის გაუქმება ლიკვიდაციაში კომისიაში დავჯდებოდი თავს მოვიკლავდი და იქ მაინც არ დავჯდებოდი მე ამას ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი გეუბნებით თუ მეტი გზა არ მექნებოდა თავს დავიწვავდი და იქ მაინც არ დავჯდებოდი და თან კმაყოფილი სახით რო ზის ეს გაბისონია მე მოვასწარი როგორი სურათია ესე იგი დატვირთვა ქონდათ 45% რეგიონულებს 55 65 64 აი ასეთი დატვირთვა ქონდა და 94% ბათუმს და აი ეს დატვირთვა სტუდენტებით ჩამოუვა 20%-ზე 10%-ზე პრაქტიკულად ხალხნო 30%-ზე 35%-ზე და ასეთი უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში იხურება და ყველაზე უფრო დატვირთულ უნივერსიტეტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რომელსაც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელსაც აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა იმ ორ უნივერსიტეტს აერთიანებდნენ. ანუ საერთაშორისო პრაქტიკის ნორმის ფარგლებში არზიხართ. ბატონო ბიძინა, მე თქვენ ასავალ-დასავალში ორშაბათს მოგიწოდეთ. გააჩერეთ კობახიძე. რაღაცა დოზით გააჩერეთ. გააჩერეთ რაღაცა დოზით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გააჩერეთ მთლიანად და გაატარეთ საკადრო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუყოვნებლივ. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. გადაცემის თემა იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი. მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში, პირდაპირ ეთერში მუშაობდი მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ამ გადაცემას